მთავრობის ადმინისტრაცია ამ წუთებშიც პროტესტის მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს და აქ ასობით ადამიანი არის ამ წუთებშიც შეკრებილი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია სრულად არის ხალხით გადავსებული და ისინი 2 საათზე მეტია, რაც საუბრობენ მიუსაფარი ცხოველების გარშემო არსებული პრობლემების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ამ პროტესტმა ყველა მიმართულებისა თუ პროფესიის ადამიანი გააერთიანა, გამოიყვანა ქუჩაში და ეს ადამიანები ხმამაღლა ალაპარაკა სწორედ ამ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზეც. აქ შეკრებილი მოქალაქეები თანხმდება ყველა იმაზე, რომ რა თქმა უნდა მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციის პროცესი უნდა წარიმართოს, თუმცა ისინი ამბობენ იმას, რომ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული, რასაც მათი თქმით დღევანდელი პროცესები საერთოდ არ პასუხობს და საერთოდ საპირისპიროდ ხორციელდება. ამიტომ ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ ჰუმანური გზებით მოხდეს ჰიპერპოპულაციის პროგრამის განხორციელება და რა თქმა უნდა იყოს დაცული მათ შორის მიუსაფარი ცხოველების უფლებები. ჩვენი აქტოფნის მიზანი არის, რომ სახელმწიფოს ვუთხრათ, რომ ცხოველების პრობლემა უნდა მოაგვანონ ჰუმანურად და არა დახოცვით და სხვა ადგილზე გადაყრით და ტანჯვით სიკვდილით, ჰუმანურად, სტერილიზაცია, კასტრაციით და კანონით, რომელიც არის ნორმალური დახვეწილი. მთავრობის დადგენილების გამო შევიკრიბეთ აქ, რომ გავაპროტესტოთ ის მუხლი, რომელიც ფაქტიურად ძაღლების ხოცვას გამოიწვევს. ჩვენ რო ვიყავით სააგენტოში მისულები, იქ ჩვენთან ერთად იყვნენ ადამიანები. გავრცელდა ძალიან ცუდი დეზინფორმაცია და ძალიან დიდ ხუილს აქვს ადგილი, რომ ჩვენ იქ ვითომ შევარდით, რაღაცა დავარბიეთ, ჩვენ რომ მივედით იქ იცოდნენ ისინი ინფორმირებულები იყვნენ ამაზე, რომ ჩვენ მივდიოდი და იქ პოლიცია იყო მოსული და არ გვტოვებდნენ არც ერთი წუთი. ჩვენ რომ იქ რაღაცა კანონი დაგვერღვია, ან დაგვერბია და ესე შევსულიყავით, მაშინ ჩვენ იქვე პოლიცია აუცილებლად დაგვაპატიმრებდა. იქ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია. ნუ გადაყავთ ცხოველები, უკვე საჭირიანი ცხოველები ვაქცინიზაციისთვის, ან ამის შემთხვევაში თუ გადაყავთ ვაქცინიზაციაში, აუცილებელია რომ ვისაც ყავს მიკრდებული ეს ზაღლი, მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია და მიღება ჩაბარებით მოხდეს ცხოველის წაყვანა და წამოყვანა. როდესაც აბრუნებენ მათ, მოხდეს დასახლებულ პუნქტებში, სადაც აიყვანეს ეს ცხოველები, იმ ადგილებში დაბრუნება და გადაყავთ ცხოველები აუცილებელია პირველ რიგში, რომ სანიტარული ნორმები იყოს დაცული, რაც გულისხმობს იმას, რომ გალიაში მხოლოდ ერთი ძაღლი უნდა იყოს გადაყვანილი და სანიტარული ნორმები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. პროტესტის ადგილად მთავრობის ადმინისტრაცია იქნა შერჩეული გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანების მთავარი პროტესტის მისამართი ადრესატი შეიძლება ესეც ითქვას არის ის დადგენილება, რომელსაც თავად ირაკლი ყობახიძე აწერს ხელს და ეს დადგენილებაა, რომელიც ბევრ უფლებას აძლევს მათ შორის სურსათის ეროვნულ სააგენტოს და რომლის ამოქმედების შემდგომაც დაიწყო განსაკუთრებულად დევნა და მათ შორის ნადირობა მიუსაფარ ცხოველებზე და ძაღლებზე და სწორედ ამ დადგენილების ცვლილებას მოითხოვენ ეს ადამიანები ან სრულად გაუქმებას, ვინც აქ არიან შეკრებილები, როგორც გითხარით ამ საკითხმა მათ შორის გააერთიანა სხვადასხვა მიმართულებისა თუ სფეროს წარმომადგენლებიც და ყველა მათგანი საუბრობს იმ კადრებზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იქნა გავრცელებული და ყველა საუბრობს, რამდენად მძიმე იყო ამ კადრების ნახვა მათთვის და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ახლა მიუსაფარი ცხოველები არის მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ქვეყანაში დგას და მათ უნდა მოიყვნენ ჰუმანურად. არ შეიძლება ზესტაფონიდან ძაღლის სტერილიზაციაზე, კასტრაციაზე კატა დაყავდეთ ქუთაისში. რა პრობლემაა რომ ყველგან გაიხსნას? არის ამის თანხები, არ არის პოლიტიკური ნება, არ არის და ვერ ხედავენ ამ პრობლემას. და ეხლა რაც ხდება ისო მე ეჭვმეპარება იმაში რომ აქაც კორუფციული მომენტებია. აჭმევენ იმას რაც უნდა. ის მედიკამენტებს ყიდულობენ, რა მედიკამენტები საჭიროა? არა, იმიტომ ყველაფერი დაფარულია, ყველაფერი დამალულია და თუ ჩვენ ადამიანებმა არ ამოვიხედით, ხმა ცხოველები თავისთავად ვერ დაიცა. ცხოველმეგობრული საზოგადოება უნდა ვიყოთ, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა დაუდგეთ გვერდით ჩვენს უხმო მეგობრებს. ისინი ყეფენ, მაგრამ ისინი ვერ ლაპარაკობენ და მათ აქვთ უამრავი ტკივილი, უამრავი დარდი, მოკლე სიცოცხლე და ეს მოკლე სიცოცხლე არ შეიძლება მათ ადამიანმა გაუმწაროს. აქ შეკრებილი ხალხი, რა თქმა უნდა, ვართ ოთხფეხა ჩვენი მეგობრების ხმა და
ეს ადამიანები ჩვენ მართლა ვერ დაუშვებთ იმას, რომ აი ესე რაღაცნაირად ამოვწყვიტოთ ეს 4 ცხოველები. კორუფცია არის ყველგან, ყველაფერში და აღარ არის ალბათ იმდენი ვაქცინაცია აღარ ხდება, რაც უნდა ხდებოდეს და გადაწყვიტეს ესე ხოცვაზე გადასვლა. ესენი არიან ყველაზე საყვარლები და გემრიელი ადამიანები. მეტი კომუნიკაციები უნდა დამყარდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ შეხება აქვთ კონკრეტულად მიუსაფარ ძაღლებთან. ეს წყვილები უნდა დამთავრდეს. ვიხმძღვანელოთ პირველ რიგში ადამიანობით და იმ კანონებშიც ჩავდოთ ადამიანობა. აი ეს არის მთავარი. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ადამიანობის დასამტკიცებლად და ასე ვთხოვთ სხვასაც რომ გამოიჩინონ ადამიანობა და იმ არსებების ერთგულები ვიყოთ, ვინც წლებია ჩვენთვის ყველაზე ერთგულები არიან, ყველაზე გვერდში მდგომები. კიდურესად გასაუმჯობესებელია საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა. აქ ვარ მათ შორის იმიტომ რომ გზები რომლითაც ეს გაუმჯობესება ხდება ვფიქრობ რომ კითხვის ნიშანს იწვევს და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია სოლიდარობას უცხადებ ერთი მხრივ ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული და მეორე მხრივ ბუნებრივია ყველა მიუსაფარ ცხოველს. არა გენოციდს, ნუ აწამებთ უმწეოდ ცუგებს. ეს არის მთავარი გზავნილები, რის გარშემოც გაერთიანდნენ დღეს საქართველოს მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ხმამაღლა დააფიქსირეს კიდევ საკუთარი პოზიცია, საკუთარი მოთხოვნები დააყენეს და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები პროტესტის გაგრძელებას კვლავ აპირებენ.